ჟურნალისტი ზვიად ქორიძე და პარტია საქართველოს ლიდერი გიორგი გახარია სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციისაგან იმ კადრების გადმოცემას ითხოვენ, სადაც მათზე თავდასხმის ფაქტია ასახული. თავდასხმის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, დაზარალებულებს კადრებთან წვდომა ისევ არ აქვთ. გახარიას ინფორმაციით საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურატურას გადასცა და ჩანაწერებით შერატონისაგან სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. შედეგად სასტუმროს ჩანაწერის ასლიც აღარ აქვს. თავდასხმის მეორე დღეს კი შერატონის მენეჯერმა თქვა, რომ ყველა კადრი შენახულია, თუმცა მისი გაცემის უფლება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეეძლოთ. გიორგი გახარიას გუნდი ბათუმის შერატონს სუსთან და პროკურატურასთან კოორდინირებულ მოქმედებაში ადანაშაულებს. ნინა მაჩაბელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით გისმენინა. როგორც ყველასთვის ცნობილი იყო, გიორგი გახარიაზე თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა ამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა თავი შეძლების დაგვარად კარგად იგრძნო, შესთავაზეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ის გამოეკითხათ, თუმცა უწყება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდა, მოგვიანებით კი გუშინ გაარკვიეს, რომ საქმე გადაიბარა პროკურატურამ, პროკურატურასთან ანალოგიური მოთხოვნით იყო კომუნიკაცია, მაგრამ ამ დრომდე გიორგი გახარია არ გამოკითხულა, საღამოს კი გაარკვიეს გუშინვე, რომ პროკურატურა ბათუმის შერატონში მივიდა სასამართლო განჩინებით და სასწრაფო წესით ამოიღო ყველა ის ჩანაწერი, რაც კი არსებობდა ბათუმის შერატონში, მათ შორის რა თქმა უნდა გიორგი გახარიაზე თავდასხმის კადრები და ამავდროულად პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებისთვის ცნობილია, რომ ამოღებულია ის ასლები, რაც სასტუმროს ჰქონდა და რასთან დაკავშირებითაც ამტკიცებდა ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო, რომ ამოიღოთ ვიდეო ჩანაწერები, ეს ასლები მათთან დარჩებოდა. შესაბამისად, გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები, პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ბათუმის შერატონი არის გარიგებული როგორც პროკურატურასთან, ასევე სუსთან და კოორდინირებულად მუშაობენ ისინი, რომ მტკიცებულებები გააქრონ და უფრო მეტიც პარტია გახარიასთვის წარმომადგენლები, პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ თავდასხმა უშუალოდ შერატონის გარკვეული ზედამხედველობით მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი გახარიაზე თავდასხმა შეუძლებელი იქნებოდა. გუშინ, ანუ 21-ში, პროკურატურა მისულია განჩინებით შერატონში. ეს განჩინება სასწრაფო წესით აქვთ აღებული. მთელი ეს პერიოდი შერატონი გვიმტკიცებდა და გვარწმუნებდა, რომ ასლები ამ ჩანაწერების მათთან შეინახებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაძლევდნენ, ვიცოდით, რომ ეს ასლები ინახებოდა და ახლა გუშინ აღმოჩნდა, რომ წაღებული აქვთ სერვერებიანად, ვინჩესტერებით აქვთ წაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული უსაფრთხოების რისკები უდგას შერატონის თითოეულ მომხმარებელს. ეს არის პერსონალური ინფორმაცია, ბევრისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია და გვაქვს ინფორმაცია, რომ შერატონი არამხოლოდ მტკიცებულებებს ანადგურებდა, არამედ სრულ კოორდინაციაში იყვნენ ისინი თავდასხმის მომზადების და დაგეგმვის პროცესში, იმიტომ რომ იქ ისეთი დეტალები ირკვევა შემთხვევის ადგილზე, რომ შეუძლებელია შერატონის დახმარების გარეშე თავდამსხმელებს ეს განეხორციელებინათ, ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ივანიშვილის თანხმობის გარეშე და პირდაპირ დირექტივის გარეშე ეს თავდასხმა განხორციელებულიყო. კადრები სადაც კარგად ჩანს, როგორ ესხმიან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ რამდენიმე პირი, საუბარია სულ 10-მდე პირზე, როგორც ირკვევა, ეს კადრები პროკურატურას უკვე სასამართლო განჩინებით ამოღებული აქვს და ასლიც, რომელიც სასტუმროს უნდა ქონოდა, აღარ იძებნება. ეს არის ინფორმაცია, რაც აქვთ პარტიის წარმომადგენლებს და ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ ბათუმში აქციის მონაწილეები უკვე რამდენჯერმე მივიდნენ შერატონთან, მათ შორის გუშინ და მოითხოვეს ამ კადრების გასაჯაროება, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ეს კადრები უკვე ბათუმის შერატონს აღარ აქვს. უკვე მეორედ ვარ შერატონში და ამ პერიოდის განმავლობაში ისევ არ გადმოუცია კადრები შერატონს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ისევ აქ ვარ და ისევ ვითხოვთ ამ კადრებს, მანამ სანამ არ გადმოგცემენ ამ კადრებს, მანამ გავაპროტესტებ შერატონის ამ უმაქნის ქმედებას, რომელიც გახდა პოლიტიკის ნაწილი უკვე და სისტემის ნაწილი ამ ქმედებებში. შერატონის ფაქტურად ამ დანაშაულების საქმეში თანათანობით ჩაითრიეს, იმიტომ რომ პოლიციის მოსვლამდე ფაქტურად დანაშაულის კვალი 80% წაშლილი და განადგურებული იყო. ამის შემდეგ კი მოხდეს ეს პირობა, რომ კადრები ამოღებულია, არის მოითხოვეთ კანონის შესაბამისად და ჩვენც ვითხოვთ, მაგრამ დროში აჭიანურებენ, იმისეზებენ, რომ არ ყავთ ადგილზე იურისტი, რომელიც კომპეტენტურ პასუხს გასცემს და გამომდინარე აქედან ფაქტურად
გვეგონა რომ შერატონი იქნებოდა პრესტიჟული, მაგრამ მას ეს პრესტიჟი ეკარგება და ფაქტურად ის გამოდის დანაშაულებრივი ხელისუფლების მომხრე და დანაშაულის დამფარველი. ტრადიციულად შერატონი როგორც იქცევიან ხოლმე ქოცი ჩეხავიკები, ისე იქცევა და მინიმუმ საჯარო ინტერესთან გამომდინარე და ასევე როგორც მინიმუმ პირადი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია რომ ეს კადრები გადასცეს, მათ შორის ნაწილი ზვიად ქორიძეს რაც ეხება ზვიად ქორიძეს პირადად და ასევე გახარიას. შეუძლიათ ასევე საჯაროთად დაწონონ, იმიტომ რომ ორივე მათგანისგან ოფიციალური თანხმობა აქვს, მაგრამ როგორც მინიმუმ აუცილებლად უნდა გადასცენ, რასაც არ ასრულებენ და ამიტომაც ჩვენც მოვედით და ვეუბნებით რომ მარტო ქოცების დავალების შესრულება არ მოსულა, აქეთ მხარესაც ვართ მოქალაქეები, რომელსაც გვაინტერესებს სიმართლე და ეს სიმართლე გვინდა რომ ვიცოდეთ. ნამდვილად ქონდა თუ არა წვლილი ბათუმის შერატონს ზვიად ქორიძისა და გიორგი გახარიაზე თავდასხმის დროს და ასევე შენარჩუნებულია თუ არა ასლები სასტუმროში ამ კითხვებზე, ამ გაჩენილ კითხვებზე პასუხი თავად სასტუმრომ უნდა გასცეს, თუმცა მოცემულობა ერთია რომ დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიების პირობებში პირველი რაც უნდა კეთდებოდეს, უნდა იკითხებოდნენ დაზარალებულები და პირველ რიგში აუცილებლად უნდა იღებდნენ იმ კადრებს, სადაც კარგად ჩანს თავდასხმის დეტალები, მაგრამ როგორც ჩანს ერთი კვირის დაგვიანებით პროკურატურამ გუშინ უკვე სასწრაფო წესით ამოიღო ეს კადრები და როგორც ირკვევა ასლები, რომელიც წესით შერატონს უნდა ქონოდა, აღარ აქვთ მათ.